გაუმარჯოს ბიჭებს, გაუმარჯოს. მოკლედ ჟაკნევიდან გადავდივართ ფინდიხზე. იმდენი ვისროლე ჟაკნევი უკვე რომ რავი ცოტა სხვა რამეზეც შეგვიძლია რომ ვილაპარაკოთ და ეს არის ყველასთვის ალბათ კარგად ნაცნობი ბაშიერის ეგრეთ წოდებული ფინდიხი, ბაშიერი და პელაგრის. რავი რაც შემოდის საქართველოს ბაზარზე ალბათ ყველაზე ძვირადღირებული ვაზნა რაღაცას 6 ლარამდე ღირს როგორც მახსოვს. ეხლა ამის გატესტვას ვაპირებ. მაინტერესებს ერთი როგორ ჯგუფს გააკეთებს და შედარებისთვის უბრალოდ ჩემი დატენილი წამოვიღე მამა პაპურად სოკოლით დატენილი 2-დან 0-ზე. მონადირეები ვინც ახართ, ალბათ ამის ფას ყველანი მიხვდებით, რა ვიცი აბა. ადრესუ ეს ვაზნები იყო არ იყო ესე რაღაცა ევროპული და ამერიკული ვაზნები, ეგრეთ წოდებული ფაბრიჩნი კარტეჩები და ხალხს ძირითადად ამის იმედად უწევდა სანადიროდ წასვლა. მოკლედ სამიზნეები 40 მეტრაში დავაყენე. აი ესეთი სამიზნეები. აი ეს ჩემი ნასროლი ჟაკანიც იქადგა 50 მეტრაში, მაგრამ მგონია რომ 50 მეტრა კარტეჩისთვის უკვე შორი დისტანციაა და ამიტომ დავაყენე 40 მეტრაში. მაინტერესებს აბა ერთი რა ჯგუფს გააკეთებს. ჭრაზეც კი შეიძლებოდა ეხა ამის შემოწმება, მაგრამ შევამოწმებ ჭრაზეც, უბრალოდ ეხა ჯგუფზე მაინტერესებს. ესეთი ძვირიანი პატრონა. ვიზუალურად კი ლამაზი ვაზნაა, რომ შეხედავ მოგეწონება, მაგრამ შინაგანად რა არის ვნახოთ. ჩავალაგებ და ვესროლოთ. პირველ ბაშიერს ვესროლ. ესეც სოკოლით დატენილი. კარგად გავარდა ორივე. მინდა გითხრათ. წავიდეთ ხა და ვნახოთ. აბა ვნახოთ რა მოხდა. მოკლედ. ეს არის ბაშიერის ნასროლი. ეს 1. ეს 2. 3 4 5 6 ერთი მაღლა 7 მაღლა ის ცოტა გაცდენილი აი აქ ერთი ამაში გამოვჩა სადმე. და ესეთ სიტუაცია გვაქვს, ცოტა აქეთ წამოვიღოთ თქოს ჯგუფად. ეს სოკოლით დატენილი. 1 2 3 4 5 6 7 8 ეს არის სოკოლით დატენილი. რა ვიცი აბა რა გითხრათ. 40 მეტრაში აი რა ხელაზია ეს გადაშლილი ერთ მტკაველზე ეს ჯგუფი. შეიძლება ცოტა გვერდზე მომივიდა, აი აქეთ შუაში კაი იქნებოდა. ეს უფრო ესე მთლიან სიგრძეზეა გაშლილი. დაახლოებით 2 მტკაველია ეს. ხოდა აი ესეთი თემაა რა. ამან ესე ჩააჯგუფა ჩემმა დატენილმა. აი ესე და ამან ესე ცოტა სიგრძეზე გაშალა. ეს არის ბაშიერი.
ამ მანძილზე კი ორივე აიღებდა რისთვისაც არ უნდა გესროლა, რა ვიცი ხა ამას ყურდღელზე და მელაზე არავინ არ ახმარობს. ძირითადად ფილნადილზე იხმარება რა. წესით არ უნდა იყოს ცუდი, რა ვიცი. სიგძეზე კარგად გაშალა. ეს კიდე ჩემი დატენილი მამაპაპურად. მოკლედ დანარჩენი თქვენ შეაფასოთ. ძალაზე გავტესტავ მერე. მომავალში კარგად დანდევრით.